გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17 საათი, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. 50 მილიონიანი პროექტი და დედაქალაქის მთავარი გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო ღია ჩემპიონატი სრულდება. ტურისტები, რომლებიც ქუთაისის ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები. ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, შედეგად 13 მგზავრი დაშავდა. ფერომედის ინფორმაციით მათ კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ჩვენთან პირველ რიგში მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დაჭირდა მარჯვენა ხელის ამპუტაცია. დანარჩენი 5, როგორც ვიცი, არის უკრაინელები. ახალგაზრდა მამაკაც და ქალბატონს აქვს წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, აქტიურ ფაზაშია. დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე გზის საფარი აიყარა და ასფალტის დაგებამდე სხვა კომუნიკაციები გამოიცვლება, მათ შორის წყალმომარაგებისა და გაზის. საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება ტროტუარები, შეიცვლება გარე განათების ქსელი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები. რწმენა არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების საუნჯეს. ამ სიტყვებით მიმართა კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს. შიო მესამემ რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა და გაიხსენა სახარებისეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5000 ადამიანი დააპყრა. ჩვენ რწმენის სახით გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენს გულში, ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს ჩვენ რწმენა. ვაფასებთ პრეზიდენტ თოყაევის მოწოდებას პუტინისადმი, რომ ომის შეჩერების დრო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ეს რეალისტური დროული და გონივრული გზავნილია. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ გზაზე გადასვლა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესპიკერმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო, წერს ანდრეი სიბიგა. ცნობისათვის ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვისა და სტამბოლის ფორმატზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი რუსული დრონი ჩამოაგდეს. დღეს დილით რუმინეთის სამხედრო საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებელმა სულინა კილიას მიდამოებში რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო. მიუღებელი და გაუსაძლისია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ამავდროულად ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ მათ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, წერს ნიკუშორ დანის სოციალურ ქსელში. ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს თუ რეფორმებს არ გაატარებს. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთში ტუშვანიოშის საზაფხულო ბანაკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კითხვაზე დათანხმდებოდა თუ არა ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას, ორბანმა უპასუხა, რომ ეს პოსტი საერთოდ უნდა გაუქმდეს. კომისიის განუსაზღვრელი უფლებამოსილება კი უნდა შეიზღუდოს.
comes after several senior officials from the former government administration. ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევს, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს. ამაში უნგრეთმა თავისი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი უნდა მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ გულახდილად რომ თქვათ, დღეს ევროკავშირს რეფორმების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ უწინასწარ მეტყველებ მას დიდ მომავალს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. მან თემაზე BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე მზად არის თუ არა დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს ან საჭიროების შემთხვევაში გააკრიტიკოს, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ თუ ეს ბრიტანეთის ინტერესებში იქნება, მზადაა განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს. ეს ყველა ლიდერმა უნდა გააკეთოს. თქვენ ვალდებული ხართ პირველ რიგში დაიცვათ საკუთარი ეროვნული ინტერესები. სწორედ ამას მოითხოვს ეს თანამდებობა, თუ გსურთ რომ საქმე სათანადოდ შეასრულოთ. ეს ვალებადი სამყაროა. მე რასდროს ვიტყვი, რომ მისგან განსხვავებული პოზიცია არ მექნება, ან რომ არ მომიწევს ისეთი აზრის გამოთქმა, რომელიც ბრიტანეთისთვის სწორია. ინგლისის საპორტო ქალაქ დუვრში საპროტესტო მსვლელობა მოიწყო. აქციის მონაწილეებმა ლა-მანშის სრუტეზე ემიგრანტთა ნავების გადასვლის შესაჩერებლად მკაცრი ზომების გატარება მოითხოვეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მათ უკონტროლო მიგრაციის შეჩერებების უუნარობაში დაადანაშაულეს. შოტლანდიაში კი მიგრაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან. სამართალდამცველებმა არეულობის ათობით მონაწილე დააკავეს. ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს. YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხული 2300 რესპონდენტიდან 6%-მა გამოთქვა მზადყოფნა გაერთიანებული სამეფოსთვის ხელში იარაღი აიღოს. 14%-მა განაცხადა, რომ ომში იმ შემთხვევაში წავა თუ გამოიძახებენ. 17%-მა ომში წასვლაზე უარი თქვა, 52%-მა კი განაცხადა, რომ სხვადასხვა მიზეზით ბრძოლა არ შეუძლია. პოლიტიკური მიმოხილველი ბრენდინ ონილი ამ მაჩვენებლებს ბრიტანეთში ეროვნული თვითშეგნების ღრმა კრიზისად აფასებს. მისი აზრით, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვეღარ ხედავს მიზეზს თუ რისთვის უნდა გაწიროს სიცოცხლე. ქვეყანა მათთვის ასოცირდება გაუარესებულ ყოველდღიურ გარემოსთან, უკონტროლო მიგრაციასთან, საზღვრების სისუსტესთან, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობასა და პატრიოტიზმის მუდმივ დაკნინებასთან. ევროპარლამენტმა მიიღო ოფიციალური რეზოლუცია, რომელშიც ტერმინი ქრისტიანოფობია პირდაპირ გამოიყენა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე დევნილი რელიგია, რისგანაც 380 მილიონზე მეტი ადამიანია დაზარალებული. ევროპას კი არ ჰყავს კოორდინატორი, რომელიც ქრისტიანოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იქნება პასუხისმგებელი. მაშინ, როცა ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინატორი უკვე დანიშნულია. ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისია მიესალმა რეზოლუციას და მოუწოდებს ევროკომისიას სათანადო რეაგირებისკენ. უძლიერეს მამაკაცთა შორის ბათუმში შავი ზღვის ღია თასის რიგით მესამე შეჯიბრება გაიმართა. ტურნირის მონაწილეებმა ძალები 6 დისციპლინაში მოსინჯეს. მსოფლიოს 4-ხსის რეკორდსმენმა 52 წლის ნუგზარ გოგრაჭაძემ კი 286 კილოგრამი კბილებით ასწია და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა. შავი ზღვის ღია თასზე 8 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვათა შორის 20 წლის განმავლობაში მე საერთოდ არ მივარჯიშია. შეჩერება მქონდა და 20 წლის მერე ფაქტიურად საერთოდ ასეთ მოლოდინში არ ვიყარ, როგორც ასე ხალხი მხარს დამიჭერდა და რომ გამოვედი, ხო? აი, სულ სხვა შეგრძნება და სულ სხვა შემართება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი გაჩერება არ შეიძლება. ძალიან მაგარი სანახაობა ვაჩუქეთ ქალაქ ბათუმს, შავი ზღვის ღია თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის. თუმცა აღნიშნული ღონისძიება შეჰმატა ისეთმა ელემენტებმა, როგორც შოუს ელემენტები იყო, შემდეგ გინესის რეკორდის დამყარების მოწმენი გავხდით ყველანი. ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლიდნენ. დაძაბული გამოსვლების 3 სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა. მამაკაცთა შორის კი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ფრანგმა საშა
ბექსუნმა დაიკავა. ამ წუთებში ჩემპიონატი ფიგურების ფინალური გამოსვლებით გრძელდება, სადაც მედლების მორიგი კომპლექტი განაწილდება. ფინალების დასრულებისთანავე ტბის მთავარ სცენაზე გამარჯვებულების დაჯილდოებისა და ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ეს არის ჩატარებული მსოფლიო დონეზე უმოკლეს სტანდარტების მიხედვით და აღტაცებული ვარ მართლა. გავიდა 35 წელიწადი, როცა ჩატარდა პირველად ახა. დიდი შრომა ჩადო მაშინდელმა პრეზიდენტმა ბატონმა რომანმა მელიამ. იმის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო და მე მიხარია რომ ეს სპორტი რომელიც არის ჯანსაღი, კერა და უამრავი ახალგაზრდა დავინახე ახლა ამითი არის გატაცებული. ეს არის შესანიშნავი ბაზა, სადაც თვითონ გახსნის ცერემონიალზე პრეზიდენტმა მარტინესმა აღნიშნა, რომ ღირსი იყო ფოთი, დასახელებული იყო ამ ევროპის ჩემპიონატის ცენტრად და ეს ჩვენთვის ყოველსაც სასიხარულო და უდიდესი სტიმული და ბიძგია შემდგომი განვითარებისათვის. ასეთი იყო ახალი ამბები და ქრონიკა 17 საათზე. ნახვამდის.